27 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საქველმოქმედო ფონდების მეგობრობის თანადგომისა და მოწყალების ქვეყნის ორგანიზებით აჭარაში 50 უკრაინელი ბავშვი დაისვენებს. ისინი ერთი კვირის განმავლობაში აჭარის ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან და სპორტულ შეჯიბრებებში ჩაერთვებიან. ჯგუფი აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებისა და კიევში მაიდანზე დაღუპულთა შვილებითაა დაკომპლექტებული. ამ ორი ფონდის თანამშრომლობით წელს აჭარაში სულ 300 უკრაინელი ბავშვი დაისვენებს. დღესვე საქველმოქმედო ფონდმა სოციალური პარტნიორობა მრავალშვილიანი ოჯახებიდან 32 უკრაინელი მოზარდი ჩამოიყვანა. პროგრამა შედგება 7 დღისგან, 7 დღე დატვირთული იქნება, 7 დღე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით, შემეცნებითი პროგრამა იქნება ძირითადად, ეს იქნება დელფინარიუმი, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, სხვადასხვა ტურისტული ობიექტები. გადავწყვიტეთ, რომ საომარი მოქმედების ზონიდან უკრაინაში რამე სახით მაინც თუ შეგვეძლო დახმარება, რამით დავხმარებოდი. და შევიკრიფეთ ესე და დავგეგმეთ, რომ რამენაირად იქნება იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც აი სტრესი გადაიტანეს, ამენად ჩამოგვეყვანა აჭარაში და დაგვესვენებინა 10 დღით. მოახდენენ ბავშვების დასვენებას მაქსიმალურად საუკეთესო პირობებში, სასტუმრო პირობებში, ექნებათ ექსკურსიები მთელი საქართველოს მასშტაბით, ექნება სპორტული ღონისძიებები, გასართობი ღონისძიებები და იქნებიან მაქსიმალურად ჩართული ამ დასვენების პროცესში.